მიიღებს თუ არა დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთ სასანქციო პაკეტს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით წარდგენილ ინიციატივას საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა. საქართველოში მმართველი გუნდი გაერთიანებულ სამეფოს ეგრეთ წოდებულ Deep State-ის გავლენის ობიექტად მიიჩნევს და ოფიციალურ ლონდონს სანქციების ამოქმედებისთვის საჭირო საფუძვლების არარსებობაზე მიუთითებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი წინადადება იმ ზეწოლის ნაწილია, რომელიც მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ხორციელდება. თავის მხრივ დასანქცირების ინიციატივის ავტორი დეპუტატები საკუთარი მოთხოვნის მიზეზად საქართველოში დემოკრატიის შელოხვას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და დემონსტრანტთა მიმართ ძალის გადამეტებას ასახელებენ. უცნობია ექნება თუ არა 16 კანონმდებლის ინიციატივას მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთს საქართველოსთან დაკავშირებით ერთი სასანქციო პაკეტი უკვე მიღებული აქვს. ერთი თვის წინ გაერთიანებულმა სამეფომ შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა. რა მოლოდინი აქვს თბილისში და როგორია ქართული პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება, თამუნა წიკლაური განაგრძობს საუბარს. თამუნა. დიახ, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ ინიციატივა რამდენიმე დეპუტატს 13 იანვარს აქვს დარეგისტრირებული და როგორც თემთა პალატის ოფიციალურ საიტზე ამითითებული წინადადებას ამ დროისთვის 16 დეპუტატი უჭერს მხარს. რაც შეეხება ინიციატივის შინაარსს, როგორც მოკლე აღწერაში ამითითებული დეპუტატები თვლიან, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად უნდა დაუწესოს ბიძინა ივანიშვილის სანქციები, რადგან ინიციატორი დეპუტატების მოსაზრებით საქართველოში ილახება დემოკრატია, შეჩერებულია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და გაზრდილია რუსეთის გავლენები. რაზეც პასუხისმგებელი არის მათი მოსაზრებით სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ამავე ინიციატივით იგივე დეპუტატების მოწოდებაა, რომ გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან. პარალელურად ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს 5 ევროპარლამენტარი, განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან დევიდ მაკალისტერი, სერგეი ლაგოდინსკი, ნილს უშაკოვსი, რასა იუკნევინჩიანე და ანტონიო ლოპეს სისტურის ბაიტი, ნათქვამია, რომ ისინი შეშფოთებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით, არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას და იგივე პოზიციისკენ მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. რაც შეეხება უკვე სანქციების ნაწილს, ისინი თვლიან, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ყველა იმ პირს, ვინც მათი მოსაზრებით პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე. კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ქართული ხალხის მხარდაჭერა და ქართული ოცნების იზოლაციის პროცესის გაგრძელება დაფასებს ოპოზიცია. ერთის მხრივ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატების ნაწილისა და მეორეს მხრივ 5 ევროპარლამენტარის მოწოდებას. მათ შორის ოპოზიცია საუბრობს იმასაც, რომ თავადაც აქტიურად თანამშრომლობენ დასავლელ პარტნიორებთან ქართული ოცნების წარმომადგენელთა სანქცირების მიმართულებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო ეს პროცესი. იგივე პროცესს ვნახავთ თემთა პალატაში, ამიტომ გვესმის ეს აგონიური განცხადებები ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან, რადგან რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ შორის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილს ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული აქტივები ოფშორული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევე სწრაფად მოხდეს სანქციების გადაწყვეტილების მიღება დიდ ბრიტანეთში, როგორც ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად გაყალბების მტკიცებულებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი განცხადება გავაკეთეთ, ხალხი რომ ქუჩაში არ გამოსულიყო, პატრიონების მხრიდან რეაქცია არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, როცა დემოკრატია საფრთხეშია, როცა ქვეყანის მომავალი საფრთხეშია, მეგობრები იქცევიან ისე, როგორც იქცევა ამერიკის შეერთებული შტატები და როგორც იქცევა ბრიტანეთი. აზიანებენ არა საქართველოს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც ეღობება ქართულ ხალხს ყველანაირი ევროპული სიკეთის მიღების გზაზე. იმდენად აცდენილია ქართული ოცნების პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესს, რომ დღეს უკვე დიდი ბრიტანეთი ითხოვს სანქციებს და ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება, რა თქმა უნდა გაფართოვდება სანქციები არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც გაფართოვდება გლობალური მაგნიტსკის აქტი. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტარები მოითხოვენ უკვე სანქციების დაწესებას. ამ ქვეყანას ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და რა გასაკვირია, რომ დიდი ბრიტანეთი არ ცდობს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. რაც უფრო ბრუტალური გახდება ეს რეჟიმი, რაც უფრო ფიზიკურად მოძალადი გახდება ეს რეჟიმი და რაც უფრო მეტი სინდისის პატიმარი ეყოლება ამ რეჟიმს, ეს მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ისინი არიან აგონიაში და რაც უფრო ეს ბრუტალური მეთოდები მოიმატებს ხელისუფლებას
წოდებული ხელისუფლების მხრიდან მითქო დამძიმდება მათი სასანქციო რეჟიმი. ჩვენ როდესაც ერთი თვის წინ დაიწყო დაახლოებით ეს სანქციების რეჟიმი სხვადასხვა პირების მიმართ საუბრობდით, რომ ეს იყო კოორდინირებული გადაწყვეტილების შედეგები, შესაბამისად კოორდინაციაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კოორდინირებულად მოქმედებენ ამ რეჟიმის ჩამოსაშორებლად ამ ქვეყნისთვის. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა განცხადება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას შეტანილ ინიციატივასთან დაკავშირებით. ამ განცხადებაში პოლიტსაბჭო საუბრობს მათ შორის დიდ ბრიტანეთში Deep State-ის საფრთხეებზე, კონკრეტული ძალების გავლენების მცდელობებზე და ასევე წერენ, რომ თუკი დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება Deep State-ის გავლენა ისტორიული წარსულის მქონე სახელმწიფოზე. სწორედ ამ მიმართულებით გააკეთეს დღეს მმართველი გუნდის ლიდერებმა და წევრებმა განცხადებებიც და ამბობენ, რომ გაუგებარია ის თუ რატომ ითხოვენ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ისე როგორც გაუგებარია ის თუ რატომ უთითებენ ინიციატივაში მიზეზად საქართველოს ევროკავშირთან დაშორებას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ თავად დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი რამდენიმე წლის წინ დატოვა. ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამით საბოლოოდ შეელახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდი ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების განვითარებას და სხვათა შორის ეს აქტები უკავშირდებოდა პირველ რიგში სწორედ საპროცესო ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. რა თქმა უნდა, ესეთი მოვლენები აკნინებს, უკვე ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც არის აღნიშნული ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაიგული მოვლენა. ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლების მოსახდენად, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, ამის უკან დგას გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება, რეაქცია, ამას ყველაფერს სჭირდება ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ქმედებები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და რას ისახავს მიზნად. ჩვენ ახლა ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ განცხადებებს ვისმენთ, იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ხედავთ, რომელიც დაფუძნებულია უსამართლობაზე და რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როდესაც ხედავთ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, შენ თუ იცავ შენს ქვეყანას, იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, მაშინვე, რა ვიცი, ძალიან ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. მე არ მგონია ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. სოფლიოში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა პირზე, უმაღლეს თანამდებობის პირზე ზეწოლით გავლენის მოხდენით საქართველოს პოლიტიკის შეცვლას. მაგრამ ერთი რამე არაერთხელ ითქვა, თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ახსენა, არაერთხელ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ბერკეტი, არ არსებობს რაიმე ინსტრუმენტი, არ არსებობს ზეწოლის რაიმე ინსტრუმენტი, რომელიც მას შეაცვლევინეს პოზიციას და საქართველოს ძალით თუ არ ვიცი სხვა საშუალებებით უბიძგებს რაღაცნაირად ომში და არასტაბილურობაში. ერთ-ერთი არგუმენტაცია დიდი ბრიტანეთის არის, რომ თურმე საქართველო უხვევს ევროკავშირიდან და ამის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი აპირებენ სანქციების დაწესებას, ქვეყანამ, რომელმაც თავად დატოვა ევროკავშირი და სხვას უწუნებს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, როდესაც ეს არ არის სწორი ინფორმაცია.
საბოლოოდ გაიზიარებს თუ არა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა 16 დეპუტატის მოწოდებას სამომავლოდ გაირკვევა. მე შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთს უკვე აქვს დაწესებული სანქციები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და ოწყების 4 წარმომადგენლისთვის გასულ თვეს, რის თაობაზეც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იმყოფებოდა. მადლობა თამუნა ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.